მე ველოდები, მოდი გადავინაცოთ გურიაში. მე სიმღერით აპირებდი გადასვლას და იმიტომ გურიაში მე დავაპირე რომ მივალ გურიაში მე მღერა, მაგრამ ჯობია ანისთან გადავნახე რამდენარეა. მე მგონი ანისთან და გურიაში თუ სიკვდილი არ გინდოდა კიდევ ერთხელ დივაფიქრე. როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა. როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა. უბედურმა შემოქმარმა საღამომდე ყანა ფოცხა საღამომდე ყანა ფოცხა საღამომდე ყანა ფოცხა საღამოზე რომ მოვიდა 1-2 წლის მოკოცამ და 1-2 წლის მოკოცამ 1-2 წლის მოკონა ნინაოდა სამიზმანი გურულები მუშაობდნენ ყანასა მუშაობაც კარგი გონდნენ დასახოდნენ ანასაონა ნინაოდა მუშაობაც კარგი გონდნენ დასახოდნენ ანასა უღლახარები და გარგეს გამუშა და ალმასაონა ნინაოდა სიყვარული არ იქნება ძალადა როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა ძალიან დიდი მადლობა გოგოებს ესეთი კარგი სიმღერის შესრულებისთვის მე ახლა ისევ ხალბატონ ნინოსთან და ილოსთან გადავინაცვლებ და განახებთ პირდაპირ ეთერში ჩვენს გაკეთებულ თევზს უკვე მზად არის ხო ხალბატონო ნინო აი ეს არის თევზი რომელიც მოვამზადეთ პირველ ჩართვაში ვინც ახლა შემოგვიერთით და აქვე გეტყვით რომ ძალიან გემრიელია გურულ სუფრაზე უკვე ყველაფერი მე გავსინჯე მჟავე პირველად ცხოვრებაში ესეთი წნილი გურულად მწნილი აჰა, ესე იგი, რაღაცა განსაკუთრებული რეცეპტით არის მე მგონი მომზადებული, იმიტომ რომ სულ სხვანაირი გემაქვს. თბილისში ესეც ვერ გასინჯა ვერსად. ჯერ არის დამწნილებული და შემდეგ ამოვიღებთ, დაავჭრით და შევაზევით ნიგზის. აი, ნიგზის გემო აქვს. ესეთი მჟავე, კი არა და როგორ უნდა ვთქვა გურულად, წნილი. ალბათ არ გაგისინჯავთ არასდროს არის უგემრიელესი პომიდრის და აქვს ნიგოზი არის შეზავებული ძალიან გემრიელი ფხალი რომელიც ძალიან უხდება არახს იმ აკაციის არახს რომელიც ჩვენ დავლიეთ პირდაპირ ეთერში ეს არის ფხალი კეჟერა რომელიც მოდის დასავლეთ საქართველოში და მზადდება ესეც ნიგოზით კიქინძით და ხმელის სუნელებით არის უგემრიელესი ნამდვილად ასევე. აჰა, ანუ ბოროტელით უნდა შევაზავოთ. ახლა ილო ჭრის უკვე თევზს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ პირველ ჩართვაში და ძალიან გემრიელად გამოიყურება, ალბათ GDS დილის მაყურებელიც ხედავს პირდაპირ ეთერში. ეს არის ის შიგთავსი, ხო? გავშალოთ, აი შიგთავსი არის. როგორ უნდა შევჭამოთ? რაღაცა განსაკუთრებული წესი ექნება ალბათ ჭამასაც, იმიტომ რომ ცოტა დავიბეროთ. არაფერი ესეთი არ არის, აქ თავარი არის ხერხემლის ძვალი გამოვაცალკევოთ. დიახ. რაც აუცილებელია. და შემდეგ უკვე არეულად თევზს და შიგთავს და ჩანგალთან აი ეს სიტყვაზე ჩანგლით ვიღებთ ფილეს. დიახ. ცოტა შიგთავს. აჰა. და ესე მივირთმევთ ინები. ძალიან გემრიელია. ეს არის აქ ფაქტიურად ძვლის შემადგენელი არის მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ხერხევლის ძვალი. უგემრიელესია ძალიან დიდი მადლობა ნინო და ილო არის ძალიან გემრიელი შემიძლია ერთი კიდე გავსინჯო ეხლავე თან გამზადებული და მორთმეული ორმაგად გემრიელია ინებეთ უღრმესი მადლობა ეხლა ჩვენს მაყურებელს ალბათ პირდაპირ ეთერში ესმის სიმღერა აჭის წყალო რომლის ხმაურიც ახლა გესმით პირდაპირ ეთერში იმიტომ რომ აქ ჩამოდის მდინარე რომელსაც ხედავთ და ხმაც გესმით სწორედ ამ მდინარეზე მღერიან ახლა გოგონები და მამაკაცი სიმღერას, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიაც აქვს. ხალბატონო ხართუნა, მე როგორც ვთქვი, თქვენ მოგიყვებით. ისტორიას ამ მდინარეზე. მოგესალმებით პირველ რიგში ამ ულამაზესი გურის ულამაზესი კუთხიდან.
ლიხაურიდან, რა თქმა უნდა, ამ სიმღერას აქვს თავისი ისტორია. ეს სიმღერა შექმნილი არის დიდი და მოწამე მღვდელ ნესტორ კონტრიძის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ეს არის ფაქტიურად ლიხაურის ჰიმნი და ისეთივე სიწმინდით იმღერება და შემოინახება როგორც დიდი ექვთიმე თაყაიშვილი, ჩვენი სოფლის მკვიდრი და წმინდათა წმინდა და ჩვენი სალოცავი, ასევე არის სალოცავი ჩვენი ორი ტაძარი, ციხე-სიმაგრე, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის იყო და ჩვენი აჭისწყალი, რომელიც ესე სიწმინით მოედინება და ასე უხვად მას მთელი ამ სოფლის ისტორია არის მოთხრობილი ამ სიმღერაში. მაგრამ გურული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი კერძი არის გურული ღვეძელი. ქალბატონი მარინა მოგვიყვება გურულ ღვეძელზე. მე როგორც ვიცი, რაღაც კალანდობას ამზადებთ განსაკუთრებულად, ხომ? ამ საშობაოდ მზადდება გურული ღვეძელი, რომელიც აი ხლა მე უკვე თებერზე მინდებს არის უგემრიელესი. კვერცხი, ყველი, ცომი არის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტები ამ ღვეძელის. რაღაცა ტრადიცია არსებობს. რატომ მზადდება მაინც და მაინც საშობაოდ გურული ღვეძელი? ასეთი გადმოცემა არის, როგორც დედაღვთისმშობელმა მაცხოვარი, ყრმა მაცხოვარი უმტკივნეულოდ შობა. გურულებმა, რისი გურულები არიან და ვართ, მოიფიქრეს ესეთი კერძი. ახალ ამოღებული ჭყინტი ყველი ჩააბრძანეს ცომში, მარადიულობის სიმბოლო კვერცხი მოხარშული ჩაატანეს შიგნით, მისცეს ციური სხეულის მთვარის ფორმა და ფეხმძიმე ქალებს ატარებდნენ მუცელზე სამგზის რაღაცა ტრადიცია არსებობს, ხომ? გურული ატარესდნენ ამას სამგზის მუცელზე და მე მგონი ქალბატონი მარინა რაღაცა ღვეძელს არ ეძახით თქვენ გურულები. ღვიძელი, დიახ, მართლა. გურული ღვიძელი. ღვიძელი. და შემდეგ შემოატარებდნენ ლოცვის თანხლებით ამისი მუცლის სატკივარი აღმაქარ და აღმაწყალ სამჯერ ამას იტყოდნენ. შემდეგ ცომის პატარა გუნდას მოწყვეტდნენ ამას, ანუ მუცლის სატკივარი და ყველა სატკივარი მიქონდა იმ ცომს და აგდებდნენ ამას. დიახ. და დანარჩენს მიირთმევდა ვის სახელზეც იყო და გურულები ყველგან სადაც არ უნდა იყვნენ ყოველ შობას ამას აუცილებლად აწყობენ. მაგრამ შემდეგ ამან განიცადა მე ისა სახესხვაობა, ანუ ეხლა უკვე ყველას ნებისმიერს ფეხმძიმეს, არაფეხმძიმეს, ბავშვს, კაცს, მამაკაცს, ბებერს, ახალგაზრდას ყველას და მე მგონი სწორად უნდა ვიცოდეთ ამ ტრადიციის გამოყენება, ამ რიტუალის, იმიტომ რომ შეიძლება რომ არასწორად გამოვიყენოთ ეს რიტუალი და გურიაში მომხდარა მსგავსი ფაქტი, მე როგორც ვიცი, არასწორად შეასრულეს ეს რიტუალი და იმის მაგივრად რომ შორის ყოფილა ესეთი რაღაცა სახელდაგვარს არ დავასახელებ, პრეზიდენტი ბრძანდებოდა გურიაში. რომელსაც აი დიდ პომპეზურად დახვდნენ როგორც ყველას ხვდებით გურულები, მაგრამ უყურებდი ახლა მე ტელევიზიის ეკრანის წინ ამ რეპორტაჟს. უყურებ რომ ახლა ძალიან ყველაფერი სწორად შემოატარეს და შელოცვა გაუკეთეს, მაგრამ ის ცომის გუნდა რომელიც უნდა მოეწყო და გადაიგდო პირში ჩავიდეს და ჩავიქნიე ხელი. მაშინ მიხვდით რაშიც იყო საქმე. ანუ სანამ ვიფიქრე რომ ისა რა ქვია, არა მარტო ის პოლიტიკური წიაღსვლები რომელიც შემდგომ განვითარდა, არამედ აი ამ რიტუალს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ღვიძელს ძირითადად და გურულებს რაღაცა მიუძღვით. სანამ რამე ტრადიციას მიყავთ ხელთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი სწორი გამოყენება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი დახვედრისთვის, მასპინძლობისთვის. თქვენ უნდა დაგემშვიდობეთ, ზეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მადლობთ რომ უყურებთ GDS. ბრავო კოტე. ani უღრმესი მადლობა შენ იმისთვის რომ ესეთი განწყობა შეგვიქმენი დილიდან და ყველა გზაურე ვირტუალურად. ნამდვილად ფანტასტიკურ განწყობაზე დავყავე. ბუნება, მდინარე, უკან მთები, კარგი ჰაერი მოდის, სუნი მოდის, ფიჭვნარის ტყის